ბოლო შანსი რომ მსოფლიოზე მოხვდეთ. საქართველოს ნაკრები 4 სექტემბერს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირს იწყებს. ჩვენი ნაკრები ი ჯგუფში ესპანეთის, თურქეთის და ბულგარეთის ნაკრებებთან ერთად ითამაშებს. პირველ შეხვედრას 4 სექტემბერს თბილისში თურქეთის ნაკრების წინააღმდეგ ჩავატარებთ. თურქეთი FIFA-ს რეიტინგში 27 ადგილს იკავებს და შემადგენლობით საკმაოდ ძლიერი გუნდია. შემდეგი თამაში 7 სექტემბერს ბულგარეთთან ისევ თბილისში გვექნება. სექტემბრის თამაშებისთვის საქართველოს ნაკრებს გიორგი ჩაკვეტაძე და ოთარ კიტაიშვილი ვერ დაეხმარება. ორივე ფეხბურთელი ტრავმირებულია. ყავს სამი დებიუტანტი: გიორგი აბუაშვილი, ნოდარ ლომინაძე და გიორგი კვერნაძე. ჯგუფის მომდევნო თამაშები ოქტომბერში გვაქვს. 11 ოქტომბერს ევროპის ჩემპიონ ესპანეთს ვესტუმრებით, 14 ოქტომბერს კი თურქეთს. ნოემბერში კი ჯგუფის ბოლო თამაშები გვაქვს. 15 ნოემბერს ესპანეთს ვუმასპინძლებთ, 18 ნოემბერს კი ბულგარეთში გვაქვს გასვლა. ჯგუფის გამარჯვებული პირდაპირ გადის მსოფლიო ჩემპიონატზე, ხოლო მეორე ადგილზე გასული პლეი-ოფში განაგრძობს მუნდიალის საგზურისთვის ბრძოლას. პლეი-ოფები ერთ მატჩიანი იქნება, ნახევარფინალი ფინალის პრინციპით და 2026 წლის მარტში გაიმართება. წარმატებები ჩვენს ნაკრებს, იმედი მაქვს მსოფლიოზე შევხვდებით.